კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. საგამოძიებო კომისია 2012 წლებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნეს რეკეტი. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ. დატვირთული იყო გასული კვირაც საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირები. კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს. კომისიას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. ამ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის სახით დღეს მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს და თანამედროვე საქართველოს გასამართლების პროცესი. ქართულ ოცნებას სინამდვილეში რაიმეს გამოძიება რომ დომოდა, მათ ჰქონდათ 12 წელი ამისთვის. მე-13 წელს რაიმეს გამოძიების სურვილის დაჩემება არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიყალბე. მიზანი არ არის სამართლიანობის აღდგენა, ან კანონის უზენაესობა, ან ჰუმანურობა. საზოგადოებამ დაინახა უკვე სინამდვილეში, რომ ეს კომისია არ არის საგამოძიებო. რასაც ისინი აი ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაში აკეთებენ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღალატი. მართულ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის ბოლოს ხდომებზე გაჟღერებული ინფორმაცია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებს ადასტურებს. უმრავლესობის თქმით, მნიშვნელოვანია 2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე ინფორმაცია ახალგაზრდა თაობასაც ჰქონდეს. ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა, სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტები, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე აფიშირდება, წარსდგება. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი ამ მძიმე დროს საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოусმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის საკმაოდ კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე აი ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შეძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოს. საზოგადოებამ კარგად ნახა თუ რას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2013-12 წლებში საქართველოს სახელმწიფოს, ალბათ საკითხი არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ აქვს ჩადებული, არა მარტო განზრახ შეცდომებზეა საუბარი. საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი საპატიმროებში, როგორ ხდებოდა სამწუხაროდ სახელისუფლებო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე TBC ბანკის და ხაზარაძე ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და ამტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში, ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ უგულებელყოფდა საზოგადოების მოსახლეობის უფლებებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება და ამ კომისიამ ეს და პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ ნაცმოძრაობა როგორც რეჟიმი უკვე არ უნდა არსებობდეს. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ. პატიმარ ნიკა კაციას ძმა საულმე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურაბიშვილმა ის ყურადღების გარეშე დატოვა. ლაშა კაცია გავრცელებულ პოსტში ამბობს, რომ საულმე ზურაბიშვილმა დღეს უარი თქვა მასთან შეხვედრაზე, მიზეზად კი დროის უქონლობა დაასახელა. დრო არ აქვს თურმე ველოდები შეხვედრის დასრულებას, მაგრამ თუ ის მოხდარ ისი ვარაუდის სრული საფუძველიც მაქვს, მე ლაშა კაცია პირობას ვდებ, რომ 31 რიცხვში დასრულდება პრეზიდენტ საულმე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზა. წერს სოციალურ ქსელში ნიკა კაციას ძმა და ამბობს, რომ ზურაბიშვილს მის გზავნილს გადასცემენ. კაციას არა, თუმცა საულმე ზურაბიშვილი ოპოზიციას დღეს უკვე შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მედიასთან თქვა, რომ ზურაბიშვილთან მისვლის ერთადერთი მიზეზი სწორედ პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილების გადაცემა იყო. როგორც ბოკუჩავა ამბობს, ოპოზიციაში არც ერთ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი. მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით
მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ არც ერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად არ არსებობს ერთიანი პოზიციები. ამიტომ დღეს, როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო утопиურ და არარეალისტურ საკითხებზე და ამიტომ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა რაღაც ყალბი მოლოდინებით, არამედ ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3, მათ შორის წარსულში ნასამართლები პირები დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მეტადონის და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირისგან მოსამართლის ჩინების საფუძველზე პოლიციამ რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეტადონი და მარიხუანა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ომი გრძელდება უკრაინაში. გასულ ღამით რუსულმა ძალებმა შაჰიდის ტიპის დრონებით იერიში მიიტანეს ხარკოვზე. დაღუპულია 1 და დაშავებულია 10 ადამიანი. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარტყმა 6 ლოკაციაზე მოხდა, რის გამოც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა, ასევე სავაჭრო ობიექტი დაზიანდა. ომში მყოფი ქვეყანა რუსეთის იერიშებზე ამერიკისა და ევროპის სერიოზულ რეაქციას ელოდება. ზელენსკი კი აცხადებს, რომ ოკუპანტის აგრესია ძირს უთხრის ომის დასრულების საერთაშორისო ძალის გასულ ღამით რუსულმა მხარემ 172 საბრძოლო დრონი გამოუშვა უკრაინის მიმართულებით, საიდანაც 100-ზე მეტი შაჰიდის ტიპის იყო. უპილოტოების ასეთი მასშტაბური დარტყმები, ასევე სარაკეტო ბალისტიკური საფრთხეები ფაქტობრივად ყოველდღიურია. პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთის ეს დარტყმები ხორციელდება არა მხოლოდ ჩვენს ხალხზე, არამედ მთელ საერთაშორისო ძალისხმევაზე, დიპლომატიაზე, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ამ ომის დასრულებას. რუსეთი ამ დარტყმებით ზიანს აყენებს ყველას პოზიციას, ვისაც ომის დასრულება სურს. შეუძლებელია ყოველ ღამით ასობით შაჰიდის უგულვებელყოფა. ჩვენ სერიოზულ რეაქციას ველოდებით. ძლიერი რეაქცია ძალიან საჭიროა, უპირველეს ყოვლისა ამერიკის, ევროპის და მთელი მსოფლიოს მხრიდან, ვინც ფსონი დიპლომატიაზე დადო. რუსეთს უნდა ბაიძულოთ მშვიდობა, უკვე ზედმეტად დიდი ხანია მაგიდაზედებს ამერიკის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთიდან ადეკვატური პასუხი არ არის. რუსეთზე ნამდვილი ზეწოლის შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა. ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელის არმიამ ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად გამოცხადებული კარვების ბანაკი დაბომბა. დაღუპულია სულ მცირე 22 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. არაბული წყაროების ინფორმაციით ისრაელის ძალებმა დაბომბეს ღაზის სექტორის სხვა რეგიონებიც, მათ შორის რაფა და ხან იუნისი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც დაღუპულია ადგილობრივი მამაკაცი. ახლო აღმოსავლეთში, როგორც გითხარით, ომი გრძელდება, სადაც ჰამასი 2 დღის წინ მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდა. სააგენტო როიტერის ცნობით, ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა ხალილ ალ-ხაიამ განაცხადა. ამასთან სააგენტო როიტერი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტემ ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე პოზიტიური ნიშნები მიიღო. ეს წინადადება მოიცავს გარდამავალ ფაზას. შეთავაზების პირობები ჰამასის მიერ ყოველკვირეულად 5 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. 18 მარტს ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია განაახლა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ოპერაციის განახლება მძევლების გათავისუფლებაზე ჰამასის განმეორებით უარს და ტრამპის ადმინისტრაციისა და შუამავლების ყველა წინადადების უარყოფას მოჰყვა. თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი ქუჩის აქციებს შეუერთდა. დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების დაბრუნებას ითხოვენ. პროტესტის მიმდინარეობისას პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკებები მოხდა. ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის ფარგლებში ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაციას მძევლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები დაუბრუნა, თუმცა 18 მარტს ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორზე ცეცხლი განაახლა. ჰამასის ტყვეობაში ამჟამად 59 ადამიანი იმყოფება, თუმცა მათგან ცოცხალი სავარაუდოდ მხოლოდ 24-ია.
სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. ცერემონია დამასკოში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ახალი მთავრობის შემადგენლობაში 22 მინისტრი და მათ შორის ერთი ქალია. ცვლილებიდან გამომდინარე სირიაში ახალი 5 წლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო და მიზანი მშვიდობის აღდგენაა. პასუხისმგებლობები ჩაიბარეს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლებმა. სირიის ახალი მთავრობა ბაშარ ალ-ასადის 20 წლიანი მმართველობის დასრულებიდან 4 თვეში დამტკიცდა. თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას სამხრეთ საზღვარზე. ამის შესახებ რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით გაგრძელდება ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული სამუშაოები და ქურთისტანის მუშათა პარტიისა და სახალხო თავდაცვის შენაერთის დაშლის მცდელობები. თურქეთს არ აქვს უსაზღვრო მოთმინება, განაცხადა ერდოღანმა. ჰუსიტები ამერიკულ ავიაგადამზიდს თავს დაესხნენ. ამის შესახებ იემენელი შიიტი ჰუსიტების პრესამსახური ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ავიამზიდ ტრუმანზე 3 იერიში მიიტანეს. თავდასხმები წითელ ზღვაში რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. იმავე პრეს-სპიკერის თქმით, იემენის დაცვითა და პალესტინის მხარდაჭერით ჰუსიტები თავიანთ რელიგიურ, ჰუმანიტარულ და მორალურ ვალდებულებებს ასრულებენ. ამერიკა გრენლანდიას 100%-ით მიიღებს, აცხადებს დონალდ ტრამპი. პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით NBC ჟურნალისტს ესაუბრა და თქვა, რომ არსებობს რეალური შანსი მიზანს სამხედრო ძალების გარეშე მიაღწიოს, თუმცა არაფერს გამორიცხავს. შეკითხვაზე თუ რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის მიღება რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას ეს არ ადარდებს. ინტერვიუ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გრენლანდიაში ვიზიტს მოჰყვა, სადაც ის მეუღლესთან ერთად ამერიკულ ბაზაზეც იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ გრენლანდიას დანიის პრემიერ-მინისტრი ეწევა. მეტე ფრედერიკსონი მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე 2-4 აპრილს ჩავა. ის მოლაპარაკებებს გამართავს დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის ახალ მთავრობასთან. გრენლანდიაში მეტე ფრედერიკსენის ვიზიტი კუნძულთან დაკავშირებით ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით. 28 მარტს კი გრენლანდიაში, როგორც გითხარით, იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსიც. ამერიკის პრეზიდენტი კი ფინელ კოლეგა შეხვდა. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალექსანდრ სტუპთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება და ამერიკისთვის ყინულმჭრელების შეძენის საკითხი განიხილა. შეხვედრა ფლორიდაში ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუპთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით სტუპი ძალიან კარგი მოთამაშეა. მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები 28 მარტს მომხდარ სტიქიას მოჰყვა. მიწისძვრების მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 1700-ს მიაღწია. დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი. ამჟამად დაკარგულად ითვლება 200-მდე ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში მიანმარის ქალაქ მანდალაიში დანგრეულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია ხიდები, გზები, მეჩეთები, სკოლები, რეზიდენციული შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთშიც. სტიქიის შედეგად ბანგკოკში დაინგრა მშენებარე ცათამრჩენი, სადაც ნანგრევებში მოყოლილია სულ მცირე 50 მუშა. ინტენსიური სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა. ინფორმაციას აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ახლა კი სალომე ფაცაცია გვერდდება პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო მეტ. სალომე, გისმენთ.
ჩვენთვისაც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მოქალაქე მირაკლი ბებუამ, რომელიც უკანონო პატიმრობაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა 4 წლისა და 6 თვის განმავლობაში, დატოვა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა და ის უკვე იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სულ რამდენიმე წუთის წინ მან გადმოკვეთა ეგრეთ წოდებული საზღვარი ფახულანსა და საბერიოს შორის და აქვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. ის გაესაუბრა კიდეც მათ და შესაბამისად განცხადებაც გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სუსი მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მის უკანონო პატიმრობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობდა, მათ შორის მის გასათავისუფლებლად და ვკითხულობთ, რომ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ასევე ამ წლების განმავლობაში ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი აქტიურად ისმოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წელს დააკავეს. მას რამდენიმე ეგრეთ წოდებული ბრალი წარუდგინეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მათ შორის ერთ-ერთი იყო სახელმწიფო სიმბოლიკის დაზიანება და აქ საუბარი იყო ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით. მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა და ასევე ბრალად ზებდნენ უკანონოდ იარაღის შეძენა შენახვა, საბრძოლო მასალის შეძენა შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას. მას საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ 2020 წლის 7 დეკემბერს მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მან სრულად მოიხადა სასჯელი რელევანტურ რეალურ დროში, რაც წარმოადგენს 4 წელსა და 6 თვეს. მაშასე ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასრულებულია. ახლა ის საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეხვდება. მადლობა საულმე ფაცაცია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით მშვიდობისა და ნდობის წელი საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის. სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიისა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს, უწყების ხელმძღვანელმა ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა. საქართველოს მთავრობისთვის ბავშვთა უფლებები უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს ასახულია კონვენციასა და ჩვენს კანონმდებლობაში, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და სწრაფი ტემპით ავამაღლოთ ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტები. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს საკითხს და მუდმივად იღებს ზომებს მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რაც ჩვენს მოსახლეობაში ჯანმრთელობის უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს. მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა. სამხედრო მოსამსახურეებმა დაკავების პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები ჩაატარეს. სიტუაციური სწავლების მიზანი კოლექტიურ დავალებებში ქვედანაყოფის მომზადება იყო. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ჩარლი ასეულმა დაამთავრა სიტუაციური სწავლება LFX-ი, რომელიც მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, დღის და ღამის განმავლობაში, რომლის დროსაც პირადმა შემადგენლობამ კარგად გააცნობიერა მოწინააღმდეგესთან კონტაქტში ყოფნის დროს როგორ უნდა მოიქცეს, რა შესაძლებლობები გააჩნია. 2025 წლის რიგით მეორე კონცერტისთვის ემზადება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, მოცარტი, როსინი და შუბერტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონია. ქართველი მაყურებელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული კომპოზიტორების შემოქმედებას მოისმენს. იტალიელი დირიჟორი და ქართველი სოლისტი აპრილის თვეში გასამართი საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტისთვის მზადება მალე დასრულდება.
პირველი რომანტიკოსის, გერმანელი კომპოზიტორის ფრანც შუბერტის შემოქმედება, რომელიც ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციების მიმდევარია, ამავე დროს ნოვატორულადაც არის აღიარებული. მის ერთ-ერთ ცნობილ სიმფონიას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ასრულებს. მეექვსე სიმფონიას თავისი ისტორია აქვს. საუკუნეების წინ კომპოზიტორის ეს ნაწარმოები ლონდონის ფილარმონიაში არასერიოზულად მიიღეს და მის შესრულებაზე უარიც კითხვეს. თუმცა წლების შემდეგ მეექვსე სიმფონია შუბერტის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს შორის მოხვდა. ჩვენ მუშაობთ შუბერტის სიმფონიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი შესრულება საკმაოდ რთულია. ეს სიმფონია ძალიან ჰგავს კამერულ მუსიკას. ძალიან დახვეწილია, უამრავი პატარა დეტალი და ნიუანსია. შესაბამისად, ორკესტრის ყველა წევრს ზედმიწევნით უნდა ჰქონდეს შესწავლილი ეს კომპოზიცია. ჩვენ ახლა ტექნიკასა და არტიკულაციაზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად სუფთად შევასრულოთ. იტალიელ დირიჟორ კლაუდიო ვანდელს თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ კონცერტსაც მოიცავს. აპრილის კონცერტის პროგრამაშია იტალიელი კომპოზიტორის როსინის უვერტიურა ოპერიდან სევილიელი დალაქი. მოსამზადებელი პერიოდი ძალიან საინტერესო გვაქვს. ჩვენ ყავს შესანიშნავი იტალიელი დირიჟორი ბატონო კლაუდიო ვანდელი, რომელიც დირიჟორობს ასევე იტალიურ მუსიკასაც, როგორც უკრავთ ჩვენ როსინის სევილიელ დალაქს, უვერტიურას. ძალიან საინტერესო არის, როგორც იტალიელის თვალსაზრისით, იტალიელი დირიჟორი ყოველთვის სხვანაირად და სხვა მუხტით და სხვანაირ მუსიკას ყოველთვის აკეთებს. მაყურებელი მოისმენს მე-18 საუკუნის პატარა სასწაულის, ანუ მოცარტის საფორტეპიანო კონცერტსაც. ორკესტრთან ერთად იქნება სოლისტიც, პიანისტი ელისაბედ ნარჩევაძე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად უკვე მეორეჯერ ვუკრავ. პირველად დავუკარით ოქტომბერში შარშან წელს ბეთჰოვენის მესამე კონცერტი. იყვნენ ჩამოსული შტუტგარტში, გერმანიაში ჩემთან და იქ დავუკარეთ ლიდაჰალეში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დარბაზი არის შტუტგარტში. და ეხლა მომიწვიეს აქ თბილისში მოცარტის მეხუთე კონცერტით და ძალიან გახარებული ვარ, 2 დღეში უკვე კონცერტი არის. ყველაზე ახალგაზრდა და ახალგაზრდული ორკესტრი საპასუხისმგებლო დღისთვის ემზადება. კონცერტამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. შესაბამისად, რეპეტიციები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სოლისტი შემოგვერთა და ერთად განვაგრძობთ მომზადებას 1 აპრილის კონცერტისთვის. მოსამზადებელი პერიოდი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება ჩვენი შესრულებით. წინ გველოდება 7 ივნის თორაძის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც იდირიჟორებს ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი და ასევე 9 აგვისტოს გვაქვს ბერლინში გასვლა Young Euro Classic ფესტივალზე. გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს ეროვნული სასახლის ბაზაზე თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი კონცერტიც იმავე წლის აპრილში გაიმართა. ორკესტრის შემოქმედებითი ბიოგრაფია 30-ზე მეტ კონცერტსა და რამდენიმე საერთაშორისო გასტროლს ითვლის. ორკესტრის 2025 წლის რიგით მეორე კონცერტი 1 აპრილს საქართველოს ეროვნულ სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართება. ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის 10 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა აკაკი ხორავას სახელობის თეატრში. აზდაკის ბაღი დაარსების დღიდან აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პროფესიონალ მსახიობებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. ძალიან ბედნიერები ვარ, ძალიან მღელავდი დღევანდელი დღეც შედგა და რა ვიცი, უოცავ ყველას 10 წლის იუბილეს ამ თეატრისას და იმედია რომ ძალიან მალე უკვე სვახუმში ვითამაშებ. აზდაკის თეატრს მიენიჭა აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო თითოეულ წევრს ამ დიდ ოჯახს ეს გადაწყვეტილება და მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის დღევანდელ
თარიღს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ აზდაკის ბაღი, თეატრი, რომელიც უკვე 10 წლის გახდა, ესეთი ინტეგრირებული თეატრი, გახდება სახელმწიფო მხრიდან მხარდაჭერილი იქნება, ულოცავ ამ თეატრს, მის კოლექტივს და წარმატებას უსურვებ, რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ მალე აფხაზეთში ერთად ვიზეიმებთ კიდე არაერთ იუბილეს. კიბერფეხბურთის ჩემპიონატმა სტარტი ბათუმში სპორტული ცენტრის ბაზაზე აიღო. ტურნირის მონაწილე 500-ზე მეტი აპლიკანტია. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია და რეგიონს კიდევ უფრო პოპულარობს გახდის. ჩემპიონატი 2 აპრილს დასრულდება, გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. ბათუმის თასის საპრიზო ფონდი 10,000 ლარს შეადგენს, თანხა კი პირველ 8 გამარჯვებულზე გადანაწილდება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია. ბათუმის სპორტული ცენტრი და საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია ბათუმში უკეთებს ორგანიზებას ყველაზე მასშტაბურ პროექტს კიბერფეხბურთში, რომელშიც 512 მონაწილე ღებულობს მონაწილეობას. ღონისძიებამ სტარტი აიღო დღეს. 512 ადამიანი იღებს ტურნირში მონაწილეობას, რაც არის რეკორდი, აქამდე ამდენი ადამიანი ერთ სივრცეში კიბერფეხბურთში არ დაფიქსირებულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ტურნირი ტარდება ყინულის არენაზე. ბათუმის 125 არის დიდი პროექტის გზამესტიისკენ ნაწილი, სადაც გამოვლინდება ჩემპიონები, 8 ჩემპიონი შეიძლება ასე დავარქვათ და 8-ვე გაემგზავრება მესტიაში, რათა გავარკვიოთ ვინ არის საქართველოში ყველაზე ძლიერი მოთამაშე და ყველას ველოდებით იქ. ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ქართველმა სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრი გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე იასპარეზებენ. ბედნიერი ვარ თითოეული ჩემი მედლით, იმიტომ რომ ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა დევს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს გვერდში დგომისთვის. და მე მათ პირდები, რომ ის სანდრო ბაზაძე დაბრუნდება. მთავარი გამოწვევა ახლოს არის საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატი. ვემზადები ამ შეჯიბრისთვის მაქსიმალურად და ორმაგად და სამაგად მოტივირებული ვიქნები, იმიტომ რომ ჩვენ გვერდში იქნება მთელი საქართველო დარწმუნებული